Sankციები ეს გამოცდილება უკვე ყველას ძალიან კარგად ასწავლა. დიდი ბრიტანეთის მიერ პოზიტივის და იმედის სანქციების ქვეშ მოქცევის შემდეგ პირველი, რასაც ეს მედიები უნდა ელოდონ დიდი ფინანსური პრობლემებია. ეკონომისტები ამბობენ, რომ ელემენტარული გადარიცხვებიც კი გაჩერებული იქნება, შეუძლებელი გახდება. სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებების დადება, კომპანიებთან თანამშრომლობა ეს იქნება საერთაშორისო დონეზე თუ ადგილობრივ დონეზე და შესაძლოა ქართული ოცნების მხარდამჭერმა ბიზნესმენებმაც კი აღარ გარისკონ უკვე სანქცირებული მედიების დაფინანსება და აქ რეკლამის მიტანა, რადგან ბიზნესებისთვის, რომლებიც ეხმარებიან სხვა სანქცირებულ იურიდიულ პირებს, ეს პირდაპირ ნიშნავს რისკს, რომ თავადაც გაიზიარებენ სანქციების ეფექტს. ბანკები უკვე უნდა იწყებდნენ წესით უკვე ამ ყველაფრის აღსრულებას, არა მხოლოდ TBC და საქართველოს ბანკები, რომლებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე არიან წარმოდგენილი, არამედ ყველა ბანკი საქართველოს მასშტაბით, რადგან ისინი იყენებენ ბუნებრივია საერთაშორისო გადარიცხვების სისტემებს. ეკონომისტები ამბობენ, რომ აქამდეც ძირითადად ივანიშვილის გარემოცვის წყალობით ფინანსდებოდა რეკლამების მიღმა სამთავრობო მედია, ახლა კი მას ბევრად ძვირი დაუჯდება თუ გადაწყვეტს, რომ კვლავ გააგრძელოს ამ მედიების დაფინანსება, იმედის და პოზიტივის შენახვა. ტელეკომპანიას ძალიან კარგად იცით, თქვენს რომ ჭირდება თქვა სატელიტზე რო გავიდეთ, ან რაღაცა სერვერები, საერთაშორისო ყველაფერი ეს არის უცხოური. შესაბამისად, მათთან ჭირდება რაღაცა ტრანზაქცია, ნაღდი ანგარიშორება ხო ვერ ექნება თავისთავად. ასევე ტელეკომპანია იმედის ეთერში გადის მინიმუმ 2 შოუ, რომელიც არის ბრიტანული. და ლიცენზია აქვს ნაკლები. მათი სავაჭრო ნიშნებიც კი ინგლისურ კომპანიებს აქვს საქართველოში რეგისტრირებული. შესაბამისად, მოასწრეს ახლა ცეკვავენ ვარსკვლავების სეზონის დასრულება გუშინ, თორე დღეს უკვე შეიძლება ვეღარ დაესრულებინათ. ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ ამ საერთაშორისო, ანუ უცხოური ფილმების შეძენა, ნებისმიერი ტრანზაქცია უცხოელებთან გაურთულდება და რა თქმა უნდა ხელფასების გადახდაც, იმიტომ რომ ყველა ბანკი ავტომატურად ვალდებულია, რომ შეუწყიტოს მომსახურება სანქცირებულ იურიდიულ პირს. როდესაც ნაკლები რეკლამა შევა ამ ტელეკომპანიაში, თავისთავად ბიძინა ივანიშვილს კიდევ უფრო მეტად გაუძვირდება განსაკუთრებით ტელეკომპანია იმედის შენახვა. რეპუტაციულადაც და ფინანსურადაც რისკია უკვე ამ კომპანიასთან იურიდიულად ურთიერთობა, ხო? მათ შორის თუნდაც ქოცური ბიზნესებისთვისაც რისკია, ხო? ყველა მაინც საკუთარ თავზე ნერვიულობს. ხაძე წავიდა ზუსტად იმიტომ, რომ მან იცოდა რა მძიმე არის სანქციები, რომლის წინაშეც სულ რამდენიმე დღეში აღმოჩნდებოდა და გაასწრო. იმიტომ რომ ეს სანქციები იმას ნიშნავს, რომ ანგარიშებია დაყადაღებული, პრობლემები ექნება გადარიცხვის, პრობლემები ექნება მათ მიერ ქონების განკარგვას, მათ შორის მეორე და მესამე შუამავალი კომპანიების მხრიდან. ბატონ მარუხაძემ თავისი თავი ექსკლუზიურად და ინდივიდუალურად მხოლოდ საკუთარი თავი გადაირჩინა და ყველა სხვა დანარჩენი შეატოვა ამ სანქციებს. ზუსტად ესე მოექცევათ მათ ბიძინა ივანიშვილის და ესე მოექცევათ ყველა იმ მომენტში, როდესაც თვალნათლივ დაინახებენ, ხელშესახები გახდება პირადად მათთვის პრობლემა. თუ მოასწრებენ გაქცევას, ისინი გაიქცევიან. და ეს არის ერთგვარი სანიმუშო მაგალითი დასამახსოვრებლად ყველასთვის, რომ არასოდეს ბოროტი საქმის მსახურება არ შეიძლება რაიმე წარმატებით ან კეთილად დასრულდეს. ქართული ოცნების წარმომადგენლები ახლა თავგამოდებით იცავენ ბრიტანული სანქციების ქვეშ აღმოჩენილ ტელემედიებს და ამბობენ, რომ ეს არის ბრიტანეთის მხრიდან თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ გასვლა. მოდი ვნახოთ რა არის პროპაგანდა და სიცრუე. ერთ-ერთი მიზეზი რაც ვწერიათ არის, რომ უკრაინა არის კორუმპირებული სახელმწიფო და თურმე ამას საუბრობს ან ერთი არხი ან მეორე. მაშინ როდესაც თავად ევროკომისიის კვლევებით უკრაინა და მოლდოვა არიან ევროპის ყველაზე კორუმპირებული სახელმწიფოები. ანუ სად არის ვინ ტყუის, ევროკომისია ტყუის თუ იმედი და პოზიტივი ტყუიან. ამიტომ დასკვნა არის ძალიან მარტივი და ეს მე შემიძლია პირდაპირ ამერიკელების სიტყვები გავიმეორო, როდესაც ჩვენ კონგრესშიც და სხვაგანაც მოვისმინეთ პირდაპირ ბრალდებები, რომ ევროპელები ახშობენ თავისუფალ სიტყვას. ამიტომ ჩვენი გადმოსახედიდან ეს არის ჩვეულებრივი თავისუფალი მედიის ალტერნატიული ხმის ჩახშობის ცდელობა.
დიდი ბრიტანეთის სანქციები უკვე ამოქმედებულია, იმედი და პოზიტივი მოხვდნენ სანქციების ახალ სიაში და ბრიტანეთი განმარტებაში პირდაპირ ამბობს, რომ ეს გააკეთა მათი პროპაგანდისტული საქმიანობის გამო.